Დროა გადავიდეთ თემაზე რა მოხდა დღეს მსოფლიოში და როგორც იქნა ბატონო გიორგი დავნიშნეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ის არის პირველი ხალი პრემიერ-მინისტრი იაპონიის ისტორიაში სანაე ტაკაიჩი მოკეთ გახდა ამავალი მზის ქვეყნის მმართველი. მან პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატთა ნახევარზე მეტის 237 კანონმდებლობის მხარდაჭერა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ კანონმდებლობის მხარდაჭერა საკუთარი კანდიდატს გაყვანა მემარჯვენე ინოვაციების პარტიასთან კოალიციით მოახერხა. ეს კოალიცია ანონსდებოდა და შედგა კიდეც. პრინციპში ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მხოლოდ 3 ქალი იქნება წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ტაკაიჩის პიროვნების გათვალისწინებით გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რომ 3 ქალი იქნება მხოლოდ წარმოდგენილი. მას დასავლური მედია იაპონელ მარგარეტ ტეტჩერსაც უწოდებს, რადგან ლეგენდარული პოლიტიკოსის ხედვები ტაკაიჩის შეხედულებებს ემთხვევა ან პირიქით შეიძლება უფრო ვთქვათ. მათ შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხითაც არის დამთხვევები. ახალი პრემიერ-მინისტრი კრიტიკულადაა განწყობილი სხვათა შორის ერთკეთიანთა ქორწინების მიმართ, ასევე უჭერს მხარს სამეფო ტახტზე მხოლოდ კაცი მემკვიდრეების აყვანას. ის იაპონურ პოლიტიკაში ქორების ჯგუფის წარმომადგენელია. ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამხედრო მიმართულებით დანახარჯების გაძლიერება არის მნიშვნელოვანი და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო სტრატეგიულ და უფრო ღრმა პარტნიორობას უჭერენ მხარს ქორების ჯგუფი. ტაკაიჩის არჩევა ინვესტორებმა გამორჩეულად პოზიტიურად მიიღეს, მას შემდეგ რაც მისი დანიშვნის თაობაზე ცნობები გავრცელდა, ნიკეი 225 შეფასება 5%-ით გაიზარდა და მან ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თანაც 1990 წლის შემდეგ პირველად. ხო, ინვესტორები ასევე პოზიტიურად იღებენ იმ სიახლეებს, რაც ევროკავშირში არის დაგროვილი ბოლო პერიოდში. ეს განსაკუთრებით უკავშირდება რეპარაციული სესხის გაცემის საკითხს უკრაინისათვის. როგორც ჩანს, ევროკავშირში უკვე პოლიტიკურ დონეზე არის მიღწეული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს დაახლოებით 140 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი გაყინული რუსული აქტივების მიერ გენერირებული მოგებიდან. ძალიან კომპლექსური სქემა არის ეს, მაგრამ ეს ძირითადად უკავშირდება იმ 300 მილიარდი დოლარის აქტივებს, რომლებიც არის გაყინული ევროკავშირის იურისდიქციაში. ამ აქტივებიდან გენერირებული მოგება, როგორც ჩანს, პირდაპირ გადაეცემა უკრაინას სესხის სახით, თუმცა აქ საინტერესო ის არის, რომ ამ სესხის გასტუმრება თავად უკრაინას არ მოუწევს, ვინაიდან ის დაიფარება თავად ძირი აქტივის მიერ გენერირებული დამატებითი ამონაგებით. თუ კი მაგალითად ოქროს ფასი გაიზრდება, ეს სესხის ავტომატურ გასტუმრებას გამოიწვევს, რაც რაღაცნაირად სწორი მიდგომა არის გარკვეულწილად, ვინაიდან ამითი რუსეთის აქტივების კონფისკაციამდე არ მივდივართ, თუმცა მოგებას ვაიძიღებს უკრაინა, რომელსაც ის სავარაუდოდ სწორედ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს. ერთი ასეთი შემთხვევა იყო, 50 მილიარდი იყო მასში გაცემული, თუმცა ერთჯერადად მოხდა ეს და ახლა სისტემური ხასიათის ასე ვთქვათ დოკუმენტი იქნება მიღებული, რადგან შეთანხმდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.